სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის უდიდესი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობების გაყინვაა. ფაშინიანმა ამის შესახებ დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სომხეთის სურვილზე ისაუბრა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და შესაბამისი სტანდარტები და კანონმდებლობა დანერგოს. მისი თქმით, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდება. ფაშინიანის შეფასებით, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენა. რადგან მისი განმარტებით საქართველოს სომხეთისთვის ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთ მთავარ გზად განიხილება. სომხეთში მრავალი ადამიანი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი მარტივია: ვერც ერთი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმათა გზა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, რათა პირველ რიგში ობიექტურად შევხვდეთ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს. როცა ეს მოხდება, იქნება ორი გზა: ევროკავშირი ან მიგვიღებს როგორც სრულფასოვან წევრს, ან არა. ამას ვამბობ, რადგან მესმის, რომ ევროკავშირის გაფართოება ახალი წევრების მიღება მარტივი საკითხი არაა. ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა საკითხიც. შესაბამისად, თუ ევროკავშირის სომხეთს სრულ წევრად მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება. თუმცა თუ არ მიგვიღებს, მაინც ვნახავთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. თუმცა გულწრფელად რომ თქვა, უდიდესი პრობლემა სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ამჟამად არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი. საქართველოს ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისაკენ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების პროცესის კანონი მივიღეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამან სომხეთის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ველით და ვითხოვთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ეს იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოსთვის. 2025 წლის ნოემბერში სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყებიდან 1 წლის თავზე ბრიუსელმა ერევანს შესასრულებელი ვალდებულებების ნუსხა, ეგრეთ წოდებული სამოქმედო გეგმა გადასცა. მანამდე იმავე წლის მარტში სომხეთის საკანონმდებლო ორგანო მიიღო აქტი, რომლითაც მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის მომზადებისაკენ მოუწოდა. რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლიდან შეჩერდა გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირმა ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარების გაცემა და მაღალი დონის შეხვედრები ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ბრიუსელმა კანონმდებლობაში არსებული ცვლილებები და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მდგომარეობა დაასახელა.